მეგობელი და ჩემი საყვარელი ბაჭიები. აბა გოგოებო, დღეს რა გეგმები გვაქვს? დღეს შოპინგი და სილამაზის სალონი. ხო, კარგად უნდა გამოვიყენოთ ეს დღე. დიანა, ძალიან წუხარ შენ გამო გუშინ იმდენი იმღერე, რომ დღეს ხმა დაკარგული გაქვს. გინდა უმიკვერცხე მოგიტანო? არა, ნასია, მე არ სვავ უმკვერცხს. კარგი, ჩემს ტელეფონზე რას ფიქრობთ, მოგწონთ? ძალიან საყვარელია, მაგრამ დიანა, ფრთხილად უნდა იყო ხმასთან. ანუ დღეს რეპეტიცია არ გვექნება? ხო, კნოპა, დღეს რეპეტიცია არ გვექნება და არც ჩრილდერობის ვარჯიში, იმიტომ რომ ვერ უყვირი და ჩვენ სლოგანს ვერ ვიტყვი საერთოდ. აუ, რა კარგია, მთელი დღე შეგვიძლია ჩვენ თავს დავახარჯოთ. იმედი მაქვს მწვრთნელიები გაგუშვებს და არ იტყვის რომ დიანას ნაცვლად სხვას შეუძლია ყვირილი. არა, კნოპა, მწვრთნელიები გაიგებს. აბა გოგოებო, მზად ხართ? უნდა ჩავიცვათ დასაცმელი, კოსმეტიკა წავისვათ და ლატე ავიღოთ აისისგან. აბა გოგოებო, გავემზადოთ. გოგოებო, ეს გცემთ ეს სუნი? მგონი ტიმური იყო აქ, მისი სუნამო სუნია. ხო, რაღაც ეს ყალბის სუნამოროა, მგონი ბლონდი მაჩვენა. გოგოებო, მაგრამ ვერ გავიგე ვინმე თუ მოვიდა. კარგი, არა უშოს, მგონი ჭკუას ვკარგავ, დამესიზმრა და მეუბნებოდა რომ ვუყვარდი. დიანა, ახლა მაგას ყურადღება არ მიაქციო, დღეს შოპინგი გვაქვს, სილამაზის სალონი და ყველაფერი კარგად იქნება. ხო, კარგი გოგოებო, გავემზადოთ. გოგოებო, ემზადებით? ნახეთ რომელი საათია? კი, მზად ვართ, არ არის ყვირილი საჭირო. ხო, რა იყო? მოვდივართ. ბლონდი, მოვდივარ, კბილებს გამოვიხეხავ და მოვალ. გოგოებო, არ მესმის, ამდენი ხანი რაში გჭირდებათ? შეხვედრაზე მივდივართ და არა კლუბში. რა იყოთ მალე? ძალიან გამახიზიანებელია. ეგ არის უფროსი. კარგი, წამოწავიდეთ, რომ პირი აღარ გააღოს. მზად ვართ. ნერვებს მიშლით, პუნქტუალურები უნდა იყოთ, გაიგეთ? პუნქტუალურები. კარგი, წაბედით. გოგოებო, მზად ვარ, რომ ბევრი ფული დავხარჯო საკუთარ თავის მოვლაზე. იქნებ მერე ხმაც დამიბრუნდეს, კარხასიაძე ვარ. კარგია, დიანა, შენთან ერთად ვართ. ჯანდაბა, გოგოებო, ტიმურის სუნამო სუნია. ხო, მართლა. გოგოებო, ნამდვილად აქ იყო, მაგრამ როდის? კნოპა, არ ვიცით აქ როდის მოვიდა. გოგოებო, ამას შეხედეთ, ეს რა არის? თხუნელას სახლია იქნებ. რატომ იცინით, სასაცილო არ არის? დიანა, გახსენი, იქნებ შენთვის სიურპრიზია. გოგოებო, ასეთი პატარა კარი ცხოვრებაში არ მინახავს და შესაბამისად არც გამიხსნია. გოგოებო, შეხედეთ, რაღაც გასაღებია, საყვარელი სტიკერები და წერილი ზუსტად ისე როგორც მომწონს. ჯანდაბა, რა საინტერესოა ეს ვინ გააკეთა? ჩვენი ბიჭები ნამდვილად ვერ გააკეთებდნენ. გონი ზაკმა. რა? რას გულისხმობ? დიანა, შენ და ზაკს შორის რამე ხდება? ნასტია, დაწყნარდი, არაფერი არ ხდება. მოდი, ჯერ წერილი წავიკითხოთ. კარგი, დიანა, მალე წაიკითხე, გვაგვიანდება სილამაზის სალონში და საშოპინგოდ. მიდი, საინტერესოა ვინ არის, მაგრამ თუ ზაკია, დიანა, არ გამიბრას და გთხოვ. დიანა, ძალიან მიყვარხარ. რა უნდა გავაკეთო, რომ მაპატიო? ყველაფრისთვის მზად ვარ. შენი ტიმური. ეს გასაღები ჩემი გულის არის. ყოველთვის შეგიძლია ჩემი გული გააღო. მიყვარხარ, დიანა. გოგოებო, ვინ თქვა რომ ჩვენ ბიჭებს არ შეეძლოთ ამის გაკეთება? ნახეთ, ტიმურმა რა გააკეთა. გასაღები დატოვა. მისი გულის გასაღები. ვაუ! დიანა, უნდა აპატიო, ეს ზედმეტია. კალათბურთელმა ეს მოიფიქრა? ვაუ, ახლა პატივს ვცემ, მართლა პატივს ვცემ. გოგოებო, შეწყვიტეთ და დარწმუნებული ვარ, ტიმურს ეს თავისით არ მოუფიქრებია, ვიღაც დაეხმარებოდა რა? დიანა, ყოველთვის ცდილობ, რომ რაღაც არასწორი იპოვო. უბრალოდ გიხაროდეს, რომ ვიღაცას უყვარხარ და პატივს გცემს. ბიჭმა ასეთი სიურპრიზი გაგიკეთა. გოგოებო, საკმარისია იმაზე ლაპარაკი, თუ როგორი კეთილია ტიმური და დაიმახსოვრეთ და გახსოვდეთ, რამდენჯერ მომატყუა. კარგი, წავიდეთ, გავემზადოთ, ახლა უნდა დავისვენოთ, ვიშოპინგოთ. აუ, მასკოტმა რომ ასეთი რაღაც გამიკეთოს, დავნები, შენ ძალიან ამაყი ხარ. ხო, ალექსა, ამაყი ვარ და მატყუა რა ადამიანთან არ ვიქნები. კარგი, გოგოებო, ამაზე ლაპარაკი შევწყვიტოთ, რას ჩავიცმევთ? რამე ლამაზს.
ომას არ მესმის ხომ გაგაფრთხილეთ? ხო, მეორე დღეა უკვე და ასეთი პრობლემა შეგვიქმენი? ხო, რატო გააკეთე? ხო გეუბნებოდით რომ არ გამოგივიდოდა. ვა, ნეტო რა მოხდა? გონი ლუზერმა თავი დაიზიანა. რას გვიყურებთ და გვეხმარეთ? ჩატე კი არ არის. ხო და შენი სკეიტბორდით ნუ გაიტრაბახებ, ვითომ სკეიტერო. ვა, თომას რა დაემართა? თავი დაიშავა, ვეუბნებოდი რომ თავს გაფრთხილებოდა. ხო, პატრიკ მართალია, ახლა ბეისბოლი უნდა ვითამაშო და ჩაფუდი დაიფარე. ჩვენს რამე არ ვიტკინოთ. გამარჯობა ბიჭებო, შეიძლება დაგელაპარაკოთ? რაზე? ნასტემ მივატოვა და ახლა მარტო ვარ და მოწყენილი. მერი, გოდიში, მაგრამ გოგოებს აღარ ველაპარაკები, ჯული მამიქცევა. მაგარია, სად არის ჯული? მას დაუმეგობრდები. ჯული ახლა მუშაობს, მაგრამ ჯობია ჩემგან თავი შორს დაიჭირო. იცოდე, ძლიერი გოგოა. ხო, ცეცხლია. ბიჭებო, ჯულით არ შემაშინოთ, გუშინ ფრჩხილები გამიკეთა, მაგარი გოგოა. გამარჯობა, ზომბი ბიჭებო. აბა სახლში გრძნობთ თავს? გამარჯობა ზაკა. გელუდებოდი. ახლა მივდივართ, ფრჩხილები უნდა გავიკეთოთ და შემდეგ და მეც რო წამოვიდე. ჩვენი მანქანა ვერ დაგიტევს. ნასია, ვინმე დამიძახა? გონი არა. გამარჯობა ზაკ. გამარჯობა დიანა. მიდი ზაკ, მიდი. დიანა, ისე დღეს საღამოს რას აკეთებ? ზაკი უბრალოდ მორცხვია და უნდა რომ რაღაც გითხრას. ღმერთო ჩემო, მის მინე ზაკ არაფრის თქმა არ არის საჭირო. დიანა რა მე არ ვიცი? მის მინე ნასია მეც არ ვიცი და არაფერი მესმის. დიანა, ისეთი არაფერი, უბრალოდ ზაკი. არა ზალინა, მე ვიზამ. უკვე დიდი ბიჭი ვარ და ჯობია რომ მე თვითონ უთხრა. გოგოებო, წავიდეთ, თორემ მგონი ვეღარ მიუსწრებთ ვერაფერს დღეს. არა უშავს ზაკ, მერე დავილაპარაკებთ როგორც უფროსები. ძროხა, გოგოებო, მოიცადეთ, არ გინდათ რომ ზალინა წაიყვანოთ თქვენთან ერთად? უბრალოდ 100 წელია დაახლოებით ჩემს ფრჩხილებს მანიკური არ უნახავთ. თუ წამოიყვანთ, მე არ წამოვალ. ზალინა, შემდეგში წინასწარ უნდა დაჯავშნონ და შენთვის ჯავშანი არ გაგვიკეთებია. წინასწარ? რისთვის? ზალინა, არა უშავს, მე გავაკეთებ შებრჩხილებს, უბრალოდ შესაბამისი ნივთები მჭირდება. ყოჩა კოსტა გაფასებ. იცი როგორ უნდა მოექცე ჩემს როცა კარგად არ არის. ისე ზალინა გაკეთებული ფრჩხილების გარშე სლამაზი ხარ. შეხედე ისევ წავიდე, ნამდვილი ქათმები არიან. ხო, მართალი ხარ. ვიცი რომ მართალი ვარ და სევდიანია, მაგრამ არა უშავს, ბოლოს დიანას მაინც დავიკვირდები. ეს ლამაზმანები მანქანაში არიან, ჩვენც გვინდა. ხო, ჩვენ მათზე უარესები ვართ თუ რა? გოგოებო, რა პრობლემაა, წავიდეთ. გოგოებო, ოღონდ მალე ჩასხედით. აბა, გითხარით. ახტა. ხო, და ყველაფერი ამ სკეიტბორდის ბრალია. სად წავიყვანოთ? ჩვენ სასწრაფო ოთახში წაიყვანეთ. ხო, და ჩვენ შევუხოვთ. ტრენეროები, მასწავლებელმა იქ. უბრალოდ ერთი ტრიუკის გაკეთება მინდოდა. ხო, ტომას, ყოველდღე ხომ გეუბნებით არანაირი თავგადასავალი. პირველ რიგში უსაფრთხოება. წავიდეთ. აი, მაიკ, შენი გასვლა ქალაქგარეთ სახლში. ეს ყველაფერი შენი ლეილას, შენი ვირთხების ბრალია. მოიცა, ვირთხების ერთად რა შუაში არიან. თომას უბრალოდ ტრიუკის გაკეთება უნდოდა. კარინას დავურეკეთ, მინდა რომ კარინა მომიაროს. ახლავე დავურეკავთ დედაშენს, მამაშენს, შენს ძმას, შენს დას. თომას, არაფერი ეგეთი სერიოზული არ არის. ები, ჩემზე გაბრაზებული ხარ? არა, საერთოდ არ ვარ გაბრაზებული, წამოვთ, დავეხმაროთ იმ საწყალს. სიმპათიური აგვიანებს. ბლონდი, ჯერ ფული უნდა აგეღო. აუ, ნეტო სად წავიდა? არსად, მაგრამ თუ არ გადაგვიხდის, დიანას ყველაფერს ვეტყვით. ხო, ეცოდინება, რომ ტიმური სხვისი დახმარებით აკეთებს ყველაფერს. გოგოებო, კაკაო რომელმა შეუკვეთეთ? ჩვენ და ჩვენ. გოგოებო, ისე დაიმახსოვროთ, რომ ეს კაფე არ არის და არ შეგიძლიათ ყოველთვის დამიძახოთ. აქ საჭმელს ვაკეთებ. თქვენ შეგვეთას მოვიდა, მაგრამ იცოდე, მეტი აღარ დამიძახოთ. არი ნერვიულო, აი ეს ხურდას დაგიტოვებთ. გაჩუმდი, მდიდარი ხარ? არა, იმისთვის რომ აქ მოგვიტანა. გოგოებო, გამარჯობა. ბოდიში დაგვიანებისთვის უბრალოდ მომეწია ჩუმად გამოპარულიყავი, რომ არავის არ დავინახე. გეგონა რომ 1 საათი დაგელოდებოდით? მოიტანე? არა, რა თქმა უნდა, მართლა გონიათ რომ ამ სახლში ამდენ ფულს წამოვიღებდი? ჯერ ჩემშობლებს უნდა დაველოდო, სანამ გამომიგზავნიან. რა? ჩვენ ფული გვჭირდება. ხო, უკვე ჯავშანი გვაქვს ფრჩხილებზე და უნდა გავაუქმოთ შენ გამო? იმიტომ რომ შენს მშობლებს უნდა დაველოდოთ? გოგოებო, არა, ჩვენ არ შევთანხმებულვართ, რომ ფულს დღეს დილით მოგიდადით. ეს არ ყოფილა ჩვენი პირობა. მომისმინე იხվო, ჩვენ ამ ყუთს ვაკეთებდით მთელი ღამე, რადგან მანიკური გვინდოდა. საერთოდ არ გვეძინა. თვალები მეხუჭება. მგონია რომ თვალებში ქვიშა მაქვს და შენ ჩაფლავდი? არა, თქვენთან მართლა არ უნდა დამეჭირა საქმე. ხო, კარგი, ფულს დღეს მოგიდათ, მაგრამ იცოდეთ, დიანა თუ რამეს გაიგებს, საერთოდ ვერაფერს ვერ მიიღებთ. მიყვარს, როცა ბიჭი აკეთებს მანიკურს. მეც მიყვარს ჩემი საქმე.
გოგოებო, ტიმურზე მინდა ვიცოდე, მაინტერესებს თავისით გააკეთა თუ ვიღაც სხვა დაეხმარა და სხვისი ხელებით. თუ თავისით გააკეთა აპატიებ? შეიძლება ვაპატიო, მაგრამ არ ვიცი, თუ თავისით არ გაუკეთებია, ესე იგი მომატყუა, ისევ და ისევ. ჩემი აზრით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორ გააკეთა, მთავარია რომ გაუცებული იყავი შენც და ჩვენც. გოგოებო, რაზე საუბრობთ? ტიმურმა დიანას სიურპრიზი გაუკეთა და ყველა გაუცებულები ვართ. ჯანდაბა, ნასტია, შოკში ვარ. შენამდე მე მქონდა ჯავშანი. მე რა, მე დავჯექი პირველი. კნოპა, არ ნერვიულო, ნასტიას ფრშხილებს მოვჩვევი და მე შენ გაგიკეთებ. კნოპა, ჯერ სახის ნიღაბი გაიკეთებ. გოგოებო, ისე ახალი სახის ნიღბები გვაქვს და ძალიან მაგრებია. მადლობა რაიან, მაგრამ არ მინდა რომ მაკიაჟი წავიშორო. კნოპა, რატომ ხარ გაბრაზებული? დღეს ვისვენებთ. ხო, და თქვენ ისევ და ისევ ჩხუბობთ. გოგოებო, რაიანს შეხედეთ. რაიანმა ისწავლა როგორ გაეკეთებინა მანიკური და ახლა ფულს შოულობს. ბროვასტის უთხარი. ბროვასტი ისწავლე პედიკურის გაკეთება და ფულის შოვნა დაიწყეთქო. მაგრამ მითხრა არა, არავის ფეხებს არ შევეხები. ჯული, ხო იცი რომ შენი ბროუსი ლუზერია. გოგოებო, ისე მალე პედიკურის გაკეთებასაც ვისწავლე და წინასწარ ჩაეწერით. მე პირველი ვიქნები, ყველამ გაიგეთ, პირველი ვიქნები. კარგი, კნოპა, იყავი პირველი. მგონი პრობლემები გაქვს ფრჩხილებთან. კარგი ესხუმრობა იყო. რაიან, კნოპას გაუკეთე ჯავშანი. კნოპა, თავისუფალია მაგი და შეგიძლიათ დაბრძანდე. ძლივს. დიანა, ფრჩხილები მზად არის. ნიღბის გაკეთებაც ხო არ გინდა? მადლობა რაიან, არა, ნიღაბი არ მინდა, გოგოებთან ერთად საშოპინგოდ მივდივარ. მოდით, რამეს მომამზადებ. ზომებო, ორი წამი. დღეს დიანას რაზე ელაპარაკებოდი, ხო არ მოგეწონა? შეიძლება, მე რა. მომისმინე, ჩემს ძმას ნუეხები. სმაილ, რა ხდება? მომისმინე ზომებო, რადგან ჩვენ სკოლაში მიგიღეს, არ ნიშნავს რომ მაგრები ხართ, ლუზერები ხართ, ლუზერების გროვა. და შენ კიდე დაიმახსოვრა, თუ კიდევ ერთხელ შეეცდები დიანასთვის თავის მოწონებას, პრობლემა შეგექმნება. ამიტომ ჯობია თავი შეიკავოთ. კარგი, მე სახლში მივდივარ, არეულობა არ მიყვარს. სად ვიდიხარ, გაჩერდი. ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. კარგად ვერ გავიგე, პრობლემა რა არის. მოდი შენ ჩუმად იყავი სათვალიანო. მოიცა მე და მიწახე სათვალიანი. ხო, და მე რა. კოსტია, ჩაერიე. არა ზალინო, მათ შორის ჩადგომა არ მიყვარს. საქვს თუ დიანა მართლა მოწონს, მისთვის უნდა იბრძოლოს. მოკლედ ზომებო, უკვე ძალიან ზედმეტი მოგდით. ჯერ ჩვენ სკოლაში მოდიხართ, მერე ჩვენ შეყვარებულებს ვფირდავებით. უბრალოდ იცოდეთ, რომ ასე არაფერი მოხდება. ჯერ ხელები ჩაძიე და ისე მელაპარაკე. კარგი, და მოდი შენ ჩვენ ურთიერთობებში არ ჩაერიო. ხო, სმაილ, მე კარგად ვიცი, რომ შენ და დიანა ერთად აღარ ხარ და ისიც ვიცი, რომ უკვე ლუზერი ხარ. კარგი, მორჩა საკმარისად გამაღიზიანე. გამატარეთ, სმაილ, შენ გეძებდი. ფული უნდა მოვცე, მჭირდება, გომეშვებს უნდა მივცე. კარგი, მეგობრებო, საკმარისია, წავიდეთ. არა, არავინ არცად არ გვიდის. ტიმურ ხელს რატომ იშლის, ომებს უნდა ვეჩხუბო. პრობლემა მაქვს, შენი დახმარება ძალიან მჭირდება. ესე იგი ფული გჭირდება და რატო გონია რომ ჩვენ გვაქვს? საკისად წავიდა. სმაილ, ლუზერი ხარ. გზაზე აღარ გადაგვეღობო. სმაილ, წამო სახლში შევიდეთ. არა, არცად შესვლა არ მინდა. შემდეგში რო დავინახო, მერე მივხედავ. ტიმურ, ისევ ყველაფერი გააფუჭე. სმაილ, დახმარება მჭირდება. კარგი, რა დახმარება? გთხოვ, ფული უნდა მასესხო. რისთვის? დღეს თუ გომეშვებს ფულს არ მივცემ, შეიძლება დიანას ყველაფერი უთხრა. ბავშვო, საქმე თუ დიანას ეხება, ფულს რა თქმა უნდა არ მოგცე. ახლა კიდე წადი, დაიკარგი. კარინა, გამარჯობა. გამარჯობა გოგოებო, გამარჯობა. გავიგე რომ ახალი კოლექცია გაქვს. კი, ახალი კოლექცია შემოვიდა. შეგიძლიათ გადახედოთ და არჩიოთ. და ფასტაკლებები გააქვთ? კი, ძველ კოლექციაზე გვაქვს. გოგოებო, ჩემი სტილი რატომ არ მოგწონთ? ყოველთვის ვცდილობთ რომ თქვენნაირად ჩამაცვათ. იმიტომ რომ ჩვენ სტილში არ ჯდები. ჩვენ გვიყვარს უფრო განათებული ფერები და შენ ყოველთვის ნაცრისფერი და შავი გაცვია. ალექსა, რატომ არ გესმის? ბანის უყვარს ბრჭყვიალა რაღაცეები და ჩვენ ასე ლამაზად ვიცმევთ და არა ნაცრისფერი თაგვივით. კარინა, გავიგე რომ ფასტაკლება გაქვს. კი, ძველ კოლექციაზე. ვაუ, მაშინ ავარჩიო. მას აღარანაირ ტრიუკებს აღარ გააკეთებ ამ ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ჩვენზე პასუხისმგებელი. იცი მე ჩვენ რა დაგვემართება? კი, ვიცი, გასაგებია. მორჩა, თავისუფლები ვართ. ტომას, არაფერია, ქორწილამდე აუცილებლად გაგივლის. კარინას დაურეკე? არა. ხო და დაურეკეთ. ხო, გოგოებო, კარინას დაურეკეთ და წაიყვანეთ სახლში. ხო, და შენ სკეიტბორდს ხანი მე წავიღებ. გოგოებო, აი თქვენი ნივთები, ხშირად მოდით, როგორც კი ახალი კოლექცია მექნება, აუცილებლად მოგივათ მესიჯი. მადლობა. გამარჯობა, გამარჯობა. კარინა, გამარჯობა, შეგიძლია მოხვიდე, წარუმატებელი ტრიუკი გავაკეთე. ტომას, არაფერი არ არის. კარინა, გთხოვ, მოდი, ყველაფერი მიატოვე და ჩემთან მოდი. ხო, ტომას, დაიცი? ტომას, ხომ გთხოვ, რომ ფრთხილად ყოფილიყავი და აღარ გაგიკეთებინა ტრიუკები. კარგი, წავედი. გოგოებო, ძალიან სასწრაფო ამბავია. ტომასი დაეცა თავის სკეიტბორდზე. ვაიმე, კარინა, წამოდი ჩვენთან ერთად წაგიყვანთ, ისედაც სახლში მივდივართ. კარგი, გოგოებო, მადლობა. არ მესმის, რანაირად აკეთებს ამას. აბა ტიმურ,
ბოდიში, მაგრამ ფული არავინ არ მასისხა. გვირდებით ჩემი მშობლები მალე გამომიგზავნიან. როდის? წესით დღეს ღამე უნდა გამოვაგზავნონ. აღარ გჭირდება, გამოვტოვეთ უკვე ჩვენი ჯავშანი. მოიცა, ესე იგი დიანას ყველაფერს ეტყვით. რა თქმა უნდა ვეტყვით, ჩვენც გვატყუებ და დიანასაც. ხო, ამ სიურპრიზს მთელი ღამე ვაკეთებდით და არაფრისთვის ფრშხილების გაკეთება გვინდოდა. კომბეშვებო, გთხოვთ, ამას თუ დიანას ეტყვით უკან არასდროს არ დავიბრუნდება. იქნებ რამე შეთანხმება დავდოთ. არა, შენთან შეთანხმება აღარ გვინდა. კომბეშვებო, ფული გამომიგზავნეს. არ მესმის ბაყაყები რატომ დგანან გზაზე? ბაყაყებო, უკეთესი საქმე არ გაიწიეთ. გამარჯობა დიანა, შოპინგიდან დაბრუნდი? როგორი იყო მანიკური, კარგი იყო? გოგოებო, კი, რა ხდება? გოგოებო, მე უნდა წავიდე სასწრაფოა, ტომასი მეოლდება, თქვენ გაუმკლავდით. მაგარია და ჩვენ არც გაგვიკეთებია ფრჩხილები. შენი ტიმურის გამო დიანა და სხვადასხვის დღეს რომ საჯუქარი მიიღეთ, ჩვენ გავაკეთეთ და არა ტიმურმა. კომბეშვებო, გამომიგზავნეს. გვიანია ტიმურ, უკვე ყველაფერი ვუთხარით. ხო, დიანა მართალი იყავის, სხვისი ხელებით გააკეთა. გოგოებო, გეუბნებოდით და თქვენ ჩემი არ გჯეროდათ. მადლობა ინფორმაციისთვის ბაყაყებო, ახლა უნდა დავფიქრდეთ. ახლა მანქანა უნდა გავატაროთ, თუ შეიძლება გაიწიეთ. დიანა, გთხოვ, ვილაპარაკოთ. შემიძლია ყველაფერი აგიხსნა. ტიმურს ახსნა საჭირო არ არის საერთოდ. ბავშვებო, თქვენ დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. როგორც ვიცოდი, ისე მოხდა. კარგი, ახლა წავედი, კარგად.